დღეს 22 საათზე. მათ უნდა გაიაზრონ, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრობენ. დემოკრატია, როცა ქვეყანაში ჟურნალისტები ციხეში მიდიან დაწერილი პოსტის გამო, იმიტომ რომ რიგით ქოც დეპუტატს ასეთი ხოში ჰქონდა. და საერთოდაც სწორედ ასეთი დიქტატურაა საჭირო, რომ დემოკრატია შევინარჩუნოთ. ციხეში ზის ქალიკაცი, ჟურნალისტი, ბავშვები, მათ ნაცვლად აგულაობენ ყველგან რუსის ნაშები. რუსი არის მეზობელი ერთმორწმუნე დრუზია. რაც შეეხება ნარმანიას, ანუ ეხა თურმე რა, აი თოთო და ახალფეხად მულ კორუფციაზე დარდობდით მაშინ დანიკამელი. გაუმართოს ამ თბილისის მერს, კაცმა ვალინკი მილანში შეყდა და დანის ტალახით ამოვავსო. ეტი გმირობა აღარ. როდესაც ასეთ კატასტროფულ ჟუჟუნა წვიმას სანიაღორო სისტემა ვერ ატარებს, ეს არის ვახტანგ გორგაცლის ბრალი. ადე კიდე შეისწავლე ნორმალურად გარემოს მეტეოროლოგიური პირობები და ისე ააშინე ეს ქალაქი ბელეტაჟზე. ეხლა კალათის გამოსასწორებელია ეხლა ეს ყველაფერი. წარმოიდგინე 6 წლიდან რომ მოყვებოდეს ძმაკაცი და 47 წლის ასაკში რომ გეტყვის რომ შენ არ ყოფილიყარ კაცი. ხალხო გამოდით შეხედეთ, ქვეყანას მართავს შეშლილი. ბოლოს სიმართლე იმარჯვებს. ვანოს შოუ, პირველი იუმორისტული შოუ ტელევიზორზე. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი.